როგორც იქნა დადგა ეს საოცნებო დღე და დღეს მივემგზავრებით ავტომობილით იტალიიდან საქართველოში. ქალაქ პიზიდან დავიძრებით ბარის მიმართულებით. არის დღის 12-ის ნახევარი. დაგვჭირდება 8 საათი რომ ჩავიდეთ ბარიში. იქედან გვაქვს გემი საბერძნეთზე, მთელი ღამე ვიქნებით გემზე და იგუმენიცაში დილით 5 საათზე, 6 საათზე უფრო სწორედ, უნდა ვიყოთ წესით, იქედან უნდა ვიმგზავროთ, გავიაროთ მთელი საბერძნეთი, საბერძნეთიდან თურქეთი, თურქეთიდან ბათუმი და მოკლედ გადავიღებ ყველაფერს, ყველა ინფორმაციას მოგაწვდით და ვისაც გაინტერესებთ ეს ვიდეო, დარჩით ჩვენთან, რაც თავარი არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა. გავიარეთ სულ რაღაც 200 კილომეტრი სახლიდან და გავჩერდით და გავაგრძელებთ გზას ისევ ბარისკენ. საკმაოდ კარგი ამინდია და კარგი განწყობა გვაქვს. იტალიაში ყველაფერი წყნარად და მშვიდად მიმდინარეობს და ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ საბერძნეთშიც და თურქეთშიც და საქართველოშიც ასე იქნება გზებზე. გამგზავრებამდე ავზი ბოლომდე გავავსეთ. იტალიაში ბენზინის ფასილიტრზე ევრო და 75 იყო და პირველი ავზი თითქმის 100 ევრო საწვავი სრულიად გვეყო ბარიმდე. თუმცა გზაში კიდევ ერთხელ დავიმატეთ 72 ევროს ბენზინი, რათა მეორე დღისთვის გემზე ასვლის წინ მანქანა სავსე გქონოდა. იტალიის გზები ფასიანია, ძალიან კომფორტული და მოწესრიგებული და გზის გადასახადებში 30 ევრომდე გადავიხადეთ. რაც შეეხება დროს, 800 კილომეტრი 8 საათში დავფარეთ. გავჩერდით ბართან 200 კილომეტრში და საწვავის ჩასხმა მოგვიწია მოკლედ აქ. შვენიერი აპარტამენტი დაგვხვდა, მინდა გითხრათ. ბარიში. მართალია ცოტა დავიღალეთ, მაგრამ დავისვენებთ ამაღამ აქ ბარიში და ხვალ გავაგრძელებთ გზას. ძალიან კარგი ამინდი გველოდება დღეს. ეხლა უნდა დავათვალიეროთ ბარი. ავიდეთ და ვესტუმროთ წმინდა ნიკოლოზის ტაძარს. ესეთი შვენიერი ამბავი არის ბარში. პირველად ვარ ამ ქალაქში და ერთი სული მაქვს ნახო რა ხდება. ბარი ხიარული ფერადი და მეგობრული ქალაქი აღმოჩნდა. ადამიანები კეთილგანწყობილები არიან. განსაკუთრებით გამოაუცა იმან, რომ ბარიში ქალები პირდაპირ ქუჩაში ამზადებენ პასტას და იქვეყიდიან. მათი ცნობილი ორეკეტები გავსინჯეთ და საკმაოდ გემრიელი აღმოჩნდა. თუმცა აქ გულწრფელი უნდა ვიყო. ტოსკანაში სამზარეულო მაინც უკეთესია. მოვინახულეთ წმინდა ნიკოლოზის ტაძარი. შემთხვევით დავესწარით ქართულ ლოცვას, რომელიც ძალიან ემოციური, სასიამოვნო და სამუდამოდ დასამახსოვრებელი იქნება ჩემთვის. დღის 4 საათზე დაიწყო გემზე შესვლის პროცესი, გავიარეთ ჩეკინი. დაახლოებით 9 საათი დაჭირდა ამ პროცესს, ავედით გემზე უპრობლემოდ და მოვთავსდით კომფორტულ სავარძლებში. საღამოს 8 საათზე გემი დაიძრა და გავიმგზავრეთ იგუმენიცასკენ.
გემს ბერძნული პერსონალი ემსახურებოდა, სამზარეულოში საკვების საკმარისად გემრიელი და მისაღებ ფასებში იყო. დილის 5 საათზე უკვე საბერძნეთში ვიყავით, პირველი სატვირთო ავტომობილები დაიძრნენ, ხოლო ბოლოს ჩვენ მსუბუქი ავტომობილით გადმოვედით გემიდან და შევუდექით საბერძნეთის გზას. Mantieni la sinistra per continuare sulla 90. პირველი რაც საბერძნეთის გზაზე თვალში მომხვდა იყო სიჩქარის შეზღუდვა. ზოგ მონაკვეთში 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობა აკრძალულია. საწვავის ფასი იყო 2 ევრო 1 ლიტრ ბენზინზე, გზა ფასიანია და 12 ევრო დაჯდა და ჩავიმატეთ საწვავი ორჯერ ჯამში 100 ევროს ბენზინი. საბერძნეთის გზა ცოტა მოსაწყენია, გემზე გატარებული ღამე დამღლელი აღმოჩნდა. დაახლოებით 8 საათში ვიქნებით სტამბოლში. თუ თვლი რომ ეს ვიდეო საინტერესო და სასარგებლოა, მოიწონე ის. გამოიწერი არხი. ამით დამეხმარები და მომცემ мотивაციას, რომ მომავალში უფრო მეტი საინტერესო და საინფორმაციო ვიდეო გადავიღო და გაგიზიარო YouTube-ზე. ისეთ ფორმაში ვარ. ამაზე ადგილია ძალიან. დარჩა ზუსტად 320 კილომეტრი საზღვრამდე, თურქეთის საზღვრამდე. საზღვარზე ვნახოთ როგორ გაგვატარებენ მესაზღვრეები, პრობლემა იმედი არ შეგვექმნება. რამდენ ხანს გაგვაჩერებენ, რამდენი ხანი დაგვჭირდება. და შემდეგ უკვე სტამბულამდე რჩება, თუ არ ვცდები. Quanto rimane dopo la frontiera fino a Istanbul? 270 კილომეტრი რჩება საბერძნეთ-თურქეთის საზღვრიდან სტამბულამდე, სადაც გავჩერდებით ამაღამ. ხვალ ნახოთ, ცოტას ალბათ დავათვალიერებთ ქალაქს და მერე უნდა გადავლახოთ მთელი თურქეთი და მალე ბათუმში აღმოჩნდებით. მოვედით თურქეთის საზღვარზე. ძალიან დიდი რიგი რო ვთქვა არ დგას, მაგრამ რიგია. აი ჩვენს უკან იტალიელი ბაიკერები საკმაოდ ბევრნი არიან ესენი. ხო და მოკლედ ერთად შევალთ ალბათ საზღვარზე და ნახოთ აბა რა იქნება. ქრონიკისთვის ვიტყვი რომ დილის 6-ის ნახევარზე ჩამოვედით გემიდან და პირველის ნახევარზე უკვე თურქეთის საზღვარზე ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 7 საათი დაგვჭირდა იმისთვის, რომ გადაგველახა სრულიად საბერძნეთი. გადაგვიღეს ფოტოები საზღვარზე და ახლა მანქანის შემოწმებაზე უნდა წავიდეთ. მოკლედ თურქეთის საზღვარზე საერთოდ არ გაგვაჩერეს, არანაირი მანქანის კონტროლი არ გაგვივლია, საერთოდ არაფრად არ ჩაუგდივართ, ესე ვთქვათ. პასპორტები სამჯერ შეგვიმოწმეს, 3 პუნქტი იყო, ჩაგვირთყეს ბეჭედი საზღვრის კვეთის და всё, შევუდექით ახლა სტამბულის გზას. არანაირად, აი მაშინებდნენ, მეუბნებოდნენ, რომ გაგიჭრიკავენ მანქანას, არ წაიღო ეს, არ წაიღო ის, ასე იზამენ, არაფერი, საერთოდ ავტომობილს არავინ არ შეხებია აბსოლუტურად. მოკლედ აი ესე 7:09 საათში გამოვიარეთ თურქეთის საზღვარი და რატო იყო ეს გაფრთხილებები, ვერ გეტყვით, ალბათ შეიცვალა. ევროში აი ამდენი მოვიდა. გზაზე დაგვჭირდება სავარაუდოდ.
ეხლა შემოვედით თურქულ სასადილოში. ძალიან მოგშვიდა და დავიღალეთ. იგრძნობა ყველაზე მეტად დაღლა სტამბულში ვარ სასტუმროში გვეძინა მკვდრებივით გემის ღამე აღმოჩნდა ცოტა ძალიან დამღლელი და ეხლა გავალთ ცოტას გავისეირნებთ ქალაქში ბევრს ალბათ ვერ ამიტომ ბევრი დრო არ გვაქვს უნდა წავიდეთ სამსუნის მიმართულებით ალბათ იქაც მოგვიწევს ღამის გათენება რა დაძინება ერთი ღამე მოკლედ სტამბულს დღეს ვერ დავათვალიერებთ უბრალოდ აქვე ახლომახლოს გავალთ რაღაც ბაზარი არისო და ძალიან მაინტერესებს წვიმს ცოტა თბილად უნდა ჩავიცვა რაღაცეები აი რაღაცე პირველი საათია და ვტოვებთ სტამბულს, თურქეთის დედაქალაქს და მივემგზავრებით სამსუნის მიმართულებით. არ არის არც ერთი გზის მონაკვეთი, სადაც არ წვიმს. ძალიან დავიღალეთ და გაბრაზებულებიც ვართ, რადგან გვინდა ეს გზა რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ამიტომ გადავწყვიტეთ სამსუნში არ გავჩერდეთ და დღესვე ჩავიდეთ სარფში. ჩავიმატეთ საწვავი სტამბულში, რაც იყო 2600 ლირის, დაახლოებით $50-ზე ცოტა მეტი, $53 და სტამბულის გზები, ფასიანი გზები, სადღაც 700 ლირა დაგვიჯდა, დაახლოებით 13-14 ევროა. მოკლედ, ბევრი ვიარეთ, თუ ცოტა ვიარეთ, ვართ ქალაქ სამსუნში ვართ, ამოვიჩენე ეს სამსუნგი, ხო და თურმე რა სამსუნგია და მე სამსუნგს ვეძახი, ესე უფრო მიადვიბდება. ეხლა გავდივართ სამსუნიდან და დილის პირველი საათის მერე ვართ გზაში, ეხლა უკვე არის 10 საათი და მთელი გზა წვიმს. არ ყოფილა გზის არც ერთი მონაკვეთი, როცა არ უწვიმია, სულ წვიმს. და ეხლა მინდა გაჩვენოთ თუ როგორ წვიმს. აი ესე წვიმს მთელი გზა. მოკლედ ახლა გავჩერდით ტრაბზონთან, ბენზინი უნდა ჩავიმატოთ.
და გავაგრძელოთ გზა. ღამის 11 საათია აქ და დარჩა 330 კილომეტრი საზღვრამდე. მოკლედ გადავწყვიტეთ თავი გადავდოთ და გავაგრძელოთ გზა ბოლომდე, აღარ გავჩერდეთ, არსად აღარ დავიძინოთ და ღამე ვიაროთ. სულ უფრო ხშირად და ხშირად გვხვდებიან დიდი სატვირთო ავტომობილები ქართული ნომრებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ვუახლოვდებით საზღვარს. და აი ისიც. სარფი. ძაძმედია, გავართ საზღვარზე, ჩვენ გადმოვედით. და იტალიელი მძღოლი არ გადმოუშვეს არც მანქანით ჯერჯერობით. თურქეთის ფასიან გზებზე სამოძრაოდ საჭიროა HGS სტიკერი. ეს არის წინასწარ ჩატვირთული გადახდის სისტემა, პრაქტიკულად როგორც იტალიაში ტელეპასი. სტიკერი უნდა დაიკრას საქარე მინაზე და სისტემა ყოველ ჯერზე ავტომატურად გვიქვითავს თანხას. ჩვენ ეს ბარათი არ გქონდა და გზის გადასახადებს ადგილზე ვიხდიდით. საზღვარზე აღმოჩნდა, რომ 260 ლირა გქონდა დაგროვილი გადასახდელი, რაც 5 ლარის ეკვივალენტია და 2 საათი დაგვაყოვნეს საზღვარზე. დილი 7 საათია და გადმოვედით საქართველოში. ქართული მხრიდან მკაცრი შემოწმება არ ყოფილა, მესაზღვრეები კორექტულები და კეთილგანწყობილები იყვნენ. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი და იყავი მოგზაურობების საქმის კურსში. ასე დამეხმარები, რომ მეტი საინტერესო ვიდეო გადავიღო.